პროექტის მთავარი მიზანი სულ თავიდან იყო საქართველოს იმ 4 რეგიონში, რომელშიც მერციკორსმა დაიწყო მუშაობა, აღმოგვეჩინა ის სამეწარმეო პოტენციალი, რომელიც ადგილზე არსებობს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს შორის. ამისთვის ჩვენ მივიღეთ დაფინანსება ავსტრიის განვითარების სააგენტოსგან. ეს პროექტი, როგორც თქვენ ახსენეთ, 21 წლის დეკემბერში დაიწყო, 42 თვე გრძელდება და ახლა დასრულდება 25 წლის სექტემბერში. პროექტში ჩართული იყო ასევე ბევრი სხვა დაინტერესებული მხარე. აღსანიშნავია განსაკუთრებით ლიბერტი ბანკის და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების საერთაშორისო ფონდის კონტრიბუცია პროექტში და ერთობლივი ძალისხმევით იმ 60 მდგრადი საწარმოს შექმნა ქვეყნის 4 რეგიონში, რომლებიც არა მარტო პროექტის განმავლობაში, არამედ პროექტის დასრულების შემდეგაც აქტიურად გააგრძელებენ თავიანთ განვითარებას და მუშაობას. რომელ რეგიონებზე საუბარი და რის მიხედვით მოხდა ამ კონკრეტულად 4 რეგიონის შერჩევა? პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. ზოგადად პროექტის რეგიონების შერჩევა თავიდანვე ხდება გარკვეული კვლევების საფუძველზე. რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა რეგიონში არსებობს დიდი პოტენციალი ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარების, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი იყო მუშაობა მოწყვლად ჯგუფებთან, ასევე იზოლებით გადაადგილებულ პირებთან, მუშაობა ეთნიკურ უმცირესობასთან და რელიგიურ უმცირესობასთან. შესაბამისად, შეირჩა ძირითადი მიზეზი შერჩევის იყო ეს კრიტერიუმები და აგრეთვე ვთქვათ ის ხანგრძლივი აქტიური წლები, რომელსაც მერციკორსი ამ რეგიონებში ახორციელებს თავის საქმიანობას. ასაკობრივი ზღვარი როგორ არის ბენეფიციარების და სულ რამდენ ადამიანზეა საუბარი, ვინც ეს 60 საწარმო უნდა შექმნას? რეალურად 60 საწარმოს შერჩევას წილ ძალიან დიდი შრომა უძღოდა. ასაკობრივი ზღვარი არის 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა. იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის პოტენციალი, როდესაც ახალგაზრდები ადგილზე უკვე შეუძლიათ ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში და შექმნან რეალურად მდგრადი საწარმო. რაც შეეხება ჩართულობას, პირველ რიგში ჩვენი საინფორმაციო კამპანიის შედეგად პროექტს მიმართა დაახლოებით 2500 ახალგაზრდამ, რომლებმაც გარკვეული ფილტრები და გარკვეული შერჩევის ეტაპები გაიარეს, საიდანაც ბოლოს შევარჩიეთ 60. უნდა აღნიშნოს, რომ თითქმის 6-დან 9 თვემდე სჭირდება პროცესს, რომ შევარჩიოთ ზუსტად ისეთი საწარმო, რომელიც რეალურად მართლა წარმატებული იქნება ხანგრძლივ პერიოდში. ამიტომ სულ 4 ეტაპი გაიარეს ამ ახალგაზრდებმა, როგორც თქვი 2500-მა, პირველი ეტაპის შემდეგ დაგვრჩა 1500 მონაწილე დაახლოებით, შემდეგ 700, ბოლოს უკვე ბიზნეს გეგმა წარმოადგინა 200-მა ახალგაზრდამ და დაახლოებით 200-მა ახალგაზრდამ, რომლებმაც გაერეს უკვე 7-დღიანი სამეწარმეო ტრენინგი, სადაც სრულად მოიცვეს ის საკითხები, რაც შეეხება ბიზნეს გეგმის შემუშავებას, აგრეთვე რაც შეეხება ზოგადად მეწარმეობას და უკვე შემდეგ მოხდა ამ 200 ახალგაზრდიდან 60 გამარჯვებული შერჩევა. ანუ ეს არ არის გუნდურად შექმნილი საწარმოები, თითო ადამიანი ქმნის თითო საწარმოს? რა თქმა უნდა, ეს არის 60 დამოუკიდებელი ბიზნეს ერთეული. უნდა აღნიშნოს, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღეს როგორც არსებულმა საწარმოებმა, ასევე სტარტაპებმა. რაც ზოგადად ალბათ ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის, იმიტომ მოგეხსენებათ საქართველოში საწყის ეტაპზე საწარმოების დაფინანსება ნაკლებად ხდება. თითქმის 50% სტარტაპი არის, რომლებიც საკმაოდ კარგი იდეებით, საკმაოდ ისეთი გამართული ბიზნეს გეგმებით შემოვიდნენ პროექტში და საკმაოდ კარგად ფუნქციონირებენ დღესაც. რა მიმართულებებზეა საუბარი ამ 60-დან, რა მიმართულება ჭარბობს და რეგიონების მიხედვით თუ სხვადასხვანაირად თუ გადანაწილდა ეს მიმართულებები, სად რა არის უფრო აქტუალური? იცით რა, ახლა საუბრობთ სასოფლო რეგიონებზე, შეიძლება რაღაც ეს წარმოდგენა შეგვექმნას, რომ ძირითადი აქცენტი იქნებოდა სოფლის მეურნეობის ბიზნესებზე გაკეთებული. თუმცა მთლიანად ამ 60 საწარმოში დაახლოებით 15% არის სასოფლო სამეურნეო ბიზნესები. უფრო მეტი პოტენციალი აღმოჩნდა, რომ არის არასასოფლო საქმიანობაში. გადანაწილებას ძალიან გამიჭირდება რაღაც კონკრეტული სპეციფიკის გამოყოფა, იმიტომ რომ საკმაოდ იმდენად განსხვავებული ბიზნესები დავაფინანსეთ, რომ რაღაცა ეტაპზე ჩვენთვისაც კი გასაოცარი იყო, როგორ შეიძლება დღეს სოფლად აი ესეთი მრავალმხრივი ბიზნესები წამოვიდეს წინა პლანზე.
მაგალითად შეიძლება არ ვსაუბრობ ჩვეულებრივ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესებზე, რაც ტრადიციულად არის თქვა აგროსერვისი, რაც არის თქვა ადგილზე პირველადი წარმოება, თქვა პირველადი წარმოების გადამუშავება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი პროექტები გვაქვს დაფინანსებული, როგორც არის მაგალითად პარიკების ოთახი, როგორც არის თქვა საკონდიტრო, ასევე თქვა სასტუმროები, სერვისის მომსახურების კუთხით და საკმაოდ ძალიან ფართე, ასე ვთქვათ, ასორტიმენტი გვაქვს ახალგაზრდა ბიზნესების. ამ ინიციატივის დასრულების შემდეგ, რომელიც როგორც გადაცემის დასაწყისშიც ვახსენეთ, სექტემბერში მთავრდება, ხომ? თუ იგეგმება, რომ ამ ადამიანებს სამომავლოდაც გარკვეული რეკომენდაციები, ხელშეწყობა ჰქონდეთ პროექტის ფარგლებში, რაც დასჭირდებათ უკვე ბიზნესის სამომავლო განვითარებისთვის. სამწუხაროდ ზოგადად ჩვენაირი პროექტები იწყება რაღაც მომენტში და სრულდება რაღაც მომენტში. თუმცა ჩვენი რა თქმა უნდა მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ამ 3 წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიგვიღწია ისეთი მდგრადობისთვის ამ ბიზნესების, რომ უკვე პროექტის დასრულების შემდეგ მათ უკვე თვითონ შეძლონ განვითარება, დამოუკიდებლად შეძლონ სხვა პროექტებში მონაწილეობა, ეს იქნება თქვათ იგივე ჩვენაირი პროექტები, თუ ეს იქნება უკვე თქვათ კომერციულ ბანკებთან ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა. ანუ ჩვენ შევქმნით რაღაც მდგრადი 60 ბიზნესი, ჩვენ ამით ხელი შევუწყოთ იმას, რომ ეს 60 ახალგაზრდა და ამ საწარმოებში დასაქმებული ახალგაზრდები უკვე იმ რაიონში, ასე ვთქვათ, დაკავებულები არიან და ესეც შესაბამისად ერთ-ერთი ხელშეწყობა იმიგრაციის შემცირებისა ძირითადად ხდება დღესდღეობით საქართველოში. თუმცა, რა თქმა უნდა, ის კავშირები, რაც ჩამოყალიბდა ამ პერიოდში, ამ ახალგაზრდებს აძლევთ უკვე იმის საშუალებას, რომ ჩვენს გარეშე დამოუკიდებლად, გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან ჩამოყალიბებული კავშირებისა, უკვე სხვა ბიზნეს პარტნიორებთან გააძლიერონ და ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბონ. 3 წელიწად-ნახევარი ახსენეთ, საკმაოდ დიდი დროა. რა შეისწავლეს კონკრეტულად ამ პერიოდის განმავლობაში? რა მიმართულებით ჩაუწყოთ ხელი? ეს იყო ნულიდან ბიზნესის ფუნქციონირებამდე ყველაფერი, რაც შეიძლებოდა რომ მათ დასჭირებოდა, თუ რაღაცა კონკრეტული მიმართულებით მოხდა დახმარება? იცით რა, როგორც აღნიშნე, ნაწილი საწარმოების უკვე არსებული ბიზნესები იყო, ამიტომ ეს არ იყო ნულიდან დაწყებული ზოგად შემთხვევაში, მაგრამ სტარტაპების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთლიანად პროექტის ძალიან დიდი კომპონენტი ეთმებოდა როგორც საგანმანათლებლო მხარეს, ასევე უკვე გამარჯვებულების მიყოლას მათი ბიზნესის ბოლომდე მდგრადობის მისაღწევად. რაშიც იგულისხმება ის, რომ იმ ტრენინგების გარდა, რომელიც ჩაუტარდათ ჩვენ გამარჯვებულებს, ჩვენ მქონდა მენტორინგის კომპონენტი, სადაც პროფესიონალები უკვე მათ ეხმარებოდნენ კონკრეტულად იმ საკითხებში, რაც მათი ბიზნესის თქვა სუსტ მხარეს წარმოადგენდა, ასევე მათივე მოთხოვნის საფუძველზე 13 სხვადასხვა მიმართულებით ყავდა დაქირავებული კონსულტანტები, რომლებიც მათ უნარჩვევებზე და მათ სამეწარმეუნარების განვითარებაზე მუშაობდნენ. ეს არის ის ბიზნესები, რაც მაინც ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება წარმოდგენილი, თუ არის საშუალება, რომ თუნდაც დედაქალაქში თბილისში ან საერთაშორისო მასშტაბზე გავიდეთ, თქვენ პარიკები ახსენეთ, რაც სავსებით შესაძლებელია, რომ საერთაშორისო მასშტაბზეც გავიდეს. კი ბატონო, კი, ეს არ არის ლოკალური ბიზნესები, ძალიან მცირეა შეიძლება ითქვას ისეთი ბიზნესები, რომლებიც კონკრეტულად ადგილზე არიან დაკავებულები, ну ამაში ძირითადად რა თქმა უნდა მოიაზრება თქვა სასოფლო-სამეურნეო სერვისები, იმიტომ რომ ეს ადგილობრივ მოსახლეობაზეა მეტად გათვლილი, მაგრამ პრაქტიკულად ყველა ეს ბიზნესი, რომელიც წარმოებასთან არის დაკავშირებული, მინიმუმ მუშაობს თითქმის რეგიონის დონეზე ან საქართველოს დონეზე და მათგან რამოდენიმე უკვე აქვს პოტენციალი საქართველოს ფარგლებს გარეთაც დაიწყოს მუშაობა. თუმცა ალბათ თავარი მიზანი იმ კონკრეტული რეგიონის გაძლიერება იყო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავარი მიზანი იყო, რომ ადგილზე შეგვექმნა ის გარემო, რომ ახალგაზრდებს უკვე მიგრაციაზე ნაკლებად ყურადღება გაემახვილებინათ, ადგილზე ქონოდათ ის შესაძლებლობა და გამოემჟღავნებინათ ის პოტენციალი, რაც მათ ბიზნეს განვითარებას ხელს შეუწყობდა, თუმცა რა თქმა უნდა ბიზნესის განვითარებას უკვე რეგიონიდან გასვლაც სჭირდება და უფრო ფართო ასპარეზზე მუშაობა.